თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მხნეობა რეჟიმის ყველა მსხვერპლს. თუ ვინმეს საქართველოში რაღაცის გადარჩენა უნდა და მით უმეტეს სპორტში არის გარეული, მოდით ძმებოდა ყველა ერთად დავდგეთ და აი ამ რუსულ ნარკო საიტებს და ბარიგებს ვებრძოლოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული მომხმარებელი უფრო მეტია ვიდრე რეგისტრირებული სპორტსმენი და ვინმეს გენოციდზე თუ გინდათ საუბარი, აქედან შეგვიძლია ვისაუბროთ და მშვიდობაზე რო ლაპარაკობთ, მშვიდობის ახსნაში, ანუ მშვიდობა არ ირღვევა მარტო ომით, ბომბით და ტანკით რა. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. გაიკითხეთ ირგვლივ ყოველ მეორე კორპუსში მაინც კვირაში ერთხელ ერთი ახალგაზრდა იძინებს და ვეღარ იღვიძებს და ოჯახს მე ერიდება ამაზე ლაპარაკი და ვერ ვიგებთ ამის მიზეზს. სინთეტიკური რუსული რაღაც საწამლავი ხოცავს ჩვენს ახალგაზრდებს. თუ ვინმეს საქართველოს და ქართველობის დაცვა უნდა, აქედან უნდა იყოს ამის დაცვა დაწყებული. რაც შეეხება სპორტს და ძალისმიერ ორთაბრძოლებს ერთ-ერთ გადაცემაში ეს ვახსენე შერეულ ორთაბრძოლებს, მოკლედ ჩემი შვილი სადაც დადის და სადაც ვარჯიშობს. 5 წლის დემეტრე მიცის, რომ ეს მისი ძალა და ტექნიკა, რასაც იქ სწავლობს, არის იმისთვის, რომ დაიცვას თავი და დაიცვას გარშემომყოფები და არავითარ შემთხვევაში ეს ძალა არ გამოიყენოს ვინმეს დასაჭაკრად. არავინ არ იცის, ვინ არის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული და ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის გადამოწმებული და 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აი მიღბებს ამოფარებული ხალხის მრბეველები და მწამებლები იყვნენ გამოვლენილი და დასჯილი. და არავის არ გვაქვს გარანტია და რაღაცნაირად დარწმუნებულიც ვარ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც თავს მოიყრის ამ ორგანიზაციაში, გარეული იყო მოქალაქეების დარბევაში. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც სპორტში ვერ აღწევენ ადამიანები წარმატებას, ამ ძალას მერე ვერ მართავენ და როგორც წესი იყენებენ ვიღაცის დასაჩაგრად. რატო ხდება ესე? იმიტომ რომ აი სამინისტროები ვახსენეთ, რომ კულტურის სამინისტროში პრობლემაა, იმ სამინისტროში შეუძლებელია ცალკე რაღაცა სამინისტროში იყოს არეულობა, როცა ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის დანაშაულებრივი კორუფციული ძალადობრივი მმართველობა. განათლებისგან არის დაცლილი სპორტი. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ხელი მიუწვდება მოედანზე ან დარბაზზე, შეუძლია გახსნას სპორტული სივრცე. თუ ამ ნებისმიერმა მსურველმა რაღაცა ეგრეთ წოდებული კანალი გაჭრა სამთავრობო, შეახვედრებენ ვიღაცას, რატომღაც აი ამ ხალხს დიდი წარმოდგენა აქვს პიჯაკებში გამოწყობილ კაბინეტში ჩაბუდებულ ადამიანებზე და იმათა ეს თავის დაკვირით ესალმებიან და ყველაფერზე თავს უკნევენ. კი, ფულს აძლევენ, მაგრამ ანუ ნებისმიერი შენი დამსაქმებელი აპრიორი მაგარი ტიპი არ არის, ხო, დასაქმებული ხარ და რაღაც მიწას თავს ხო არ უტყამ დამსაქმებელს რო ხედავ. აქ რაღაცნაირი ეგ სისტემა არის რა. ფედერაციები ვიღაცები ხა უსმენენ ალბათ რა, ჩემი ნაცნობები და გაიხსენეთ მაგალითად აი ფედერაციებში წინა ფედერაციის პრეზიდენტებს როგორ დაძდევდით კუდში, როგორ ადიდებდით და როგორც კი ფედერაციის პრეზიდენტი შეიცვალა, იმის გინება როგორ დაიწყეთ და ახალ პრეზიდენტს როგორ ადიდებთ რა. ეს პატარა გადახვევა. სპორტი არის განათლებისგან დაცლილი. ისევე როგორც განათლებაა სპორტისგან დაცლილი და რაღაცნაირი წარმოდგენა არის, რომ თუ ჯანზე ხარ, შეგიძლია მოერიო და ვიღაცა დაჩაგრო. ძალიან კარგად ახსნეს ამ მიმართულების UFC-ს კომენტატორებმა 2-3 ვიდეო ნახე და მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ესე გარკვევით ახსნეს, რას ნიშნავს ძალა და ამ სპორტის მსოფლიო დონის ვარსკვლავები და სპორტსმენები როგორ იქცევიან და როგორ ცხოვრობენ. MMA-ის სპორტსმენებში არ არსებობს თურმე სტატისტიკა, რომ პროფესიონალმა სპორტსმენმა თავისი ძალა, მუშტი და ტექნიკა გამოიყენა ჩვეულებრივი მოქალაქის დასაჩაგრად და მოსარევად რა. და ის რომ ეხა შენ აი რასთან გვაქვს საქმე, წარმოიდგინეთ, რომ მე ჯანზე ვარ, ზურგს მიმაგრებს პოლიცია სუსი და შენ არ ვიცი რას გიზამ. აი არა, არ ვიცი რას გიზამ კი არა, ვიცი, წემ. მე წემ არ ვთქოს, და ციხეშიც კი წავალო. არა და აი ციხეში წასვლით იმუქრებიან ადამიანები, ოღონდ გემუქრებიან, რომ შენ ისეც დაგმართებ, რომ ციხეში წავალო, გემუქრება ხალხი, რომელსაც 1 საათი არ გაუტარებია პოლიციის მანქანაში.
როგორც დაკავებულს. იზოლატორზე და იმაზე საპატიმროზე არ მაქვს ლაპარაკი რა. და ამას ამბობს კაცო, რომელიც ვერ გაუძლო კომენტარებს და ბაბულინგება და იტირავს. თვითონ ამბავს, ხო, დაბულინგება რაღაცნაირი ის გამოვიდა რა, მე ანუ არა, ლევან, ნახე, რაღაცნაირი გამოვიდა, ესე იგი ადამიანი გამოდის პირდაპირ ეთერში და ამბობს, რომ მე გავლახავ ხალხსო და ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება, რომ ვუპასუხოთ და დავწინოთ. არა, მაგას გეუბნება ეგ რეჟიმი, რომ გაჩუმდი, ანუ ეს ხალხი არის უმეტესობად მართვაში ვინც არის და ვინც ამათთან საერთო ენას პოულობს, არიან ადამიანები, ალბათ, რომლებისთვისაც გადაუწყვეტელი საკითხების გადაჭრა ხდებოდა ცემით. ბავშვობიდან რაღაცას რო ვერ აგებინებენ, უნდა ცემო და აი ეს არის წესი ამათთვის რა და ანუ და ამ წუთებში თან წერს გიორგი ქართველიშვილის მამი და ინბოქსში და მთხოვს რომ არ დავაბულინგოთ გიორგი ქართველიშვილი და უყურებ ჩვენს არ ვიცი ანუ აი ასეთ ადამიანზე არის საუბარი და დიდი ბიჭია გიორგი მამიდას მივმართავ და ალბათ თავად მიხედავს თავის პრობლემებს ბოდიში ამ გადახვევით ბოლოსკენ იმაში ზამ რა წავიყვან ამ სათქმელს ერთი მინდა კიდე მშობლებს უთხრა და ურჩიო რომ სანამ თქვენ შვილს ანდობთ ვინმე მწვრთნელს, კარგად დააკვირდით ვინ არის ეს მწვრთნელი, რას აკეთებს, შეხედეთ მის სოციალურ ქსელს და გამოელაპარაკეთ, იმიტომ რომ საშინელება ხდება. არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც გადაამოწმებს ამ მწვრთნელების ფიზიკურ მდგომარეობას, ფსიქიკურ მდგომარეობას. რა ვიცი, ალკოტესტს, ნარკოტესტს, არაფერი არ არსებობს, ყველაფერი მოშლილია და თან ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ცალკე ფულს იღებენ ამაში და ცალკე მშობლებისგან. და სამწუხაროდ მშობლებშიც ისეთი მდგომარეობა, მე პირადად მქონია მშობლებთან შეხება, რომლებსაც უთქვამთ პირდაპირ, რომ თუ ვერ გააგებინე და თუ არ მოგისმინა, წამოვარდყი. არ კეთდება წამორტყმით საქმე, ცემით საქმე არ კეთდება. ამ რეჟიმმაც უნდა შეიგნოს, რომ რაღაცა მესამე წელია ცდილობს, რომ ცემით და ძალით ხალხი გატეხოს, გააქციოს და შერეკოს საქმე და არ წდება ეს. არ გამოდის, შანსი არ არის მაგის. იმიტომ რომ აი ყველაფერს და რაღაც პატიმრობა რო აქვთ გამოსავლად, ყველაფერს თავი დავანებოთ. გიორგი ახობაძე, კაცი, რომელსაც 9 თვე გაატარებინეს ჩადებული ნარკოტიკის გამო ციხეში. მოწყვიტეს დედას, რომელიც მომვლელიც იყო და პატიმრობის დროს გარდაეცვალა ეს დედა. გამოვიდა მისთვის წამლის ჩამდები პოლიციელები, არა ვიღაც ფორმიანები არ დაუჭერიათ. არ გაუსამართლებიათ, მიქსეული ყავთ უამრავი ტროლბოტი და ადამიანს, რომელსაც ბავშვების მშობლები დღემდე ემადლიერებიან ექიმს, საშინელ სიბინძურეებს უწერენ და ეს კაცი 25 დღით გაუშვეს, იმიტომ რომ აგინა ნარკოტიკის ჩამდებ პოლიციელს. ერთი ვაჟკაცი მაგარი ბიჭი გამოდით და თქვით, რომელი არაგინებთ ჩამდებ ფორმიანს. გამოდით და თქვით და რომელს გონიათ კიდე რომ ახობაძე ეხა იქ 25 დღეს რო გაატარებს, იქედან გამოვა და გარეთ არ გამოვა. ღარიბაშვილია ეგეთი, ლევან, მე გეტყვი ეხა ამაზე პასუხს. ქოცობა ნიშნავს ზუსტ აი ეს ფენომენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ციხეში, მისი ოჯახის წევრები ახლაც ივანიშვილს აქებენ. ანუ ასეთ ძალაზე ვსაუბრობთ და აი მართლა თუ კი რაიმე არაქართული არსებობს და რაღაცა სრულიად უცნაური ჩვენი ტრადიციისთვის ანტიქართული ყველაფერი არის ქართული ოცნების წიაღში, იმიტომ რომ მათ ანუ წარმოიდგინეთ ხა ნარკოტიკის ჩამდებს რომ ადამიანი შეაგინებს, გალანძღავს და ექნება პროტესტი, ეს უცნაურია და ღარიბაშვილის მთელი ოჯახი რომ აქებს იმ კაცს, რომელმაც ციხეში ჩასვა ღარიბაშვილი, ეს არ არის უცნაური. აი ესეთი გაუკუღმართებულია ყველაფერი ქართული ოცნების პირობებში. ჩრდილოს გაგახსენებთ საკრებულოს სწორი, რომელმაც უარი თქვა თავის შვილზე, არ არის ეს ჩემი შვილი, ანუ ოჯახის სიწმინდეზე რაღაც ტრადიციებზე საუბრობს გუნდი, ასეთი წევრები რო ყავთ, საკუთარ შვილზეც კი უარს ამბობენ, თუ პარტია მოსთხოვს. აი სასამართლოს ეზოში ბოდიში ერთ ჩავამატებ, სასამართლოს ეზოში გავატარეთ გუშინ მთელი დღე რა და ბოლო წლების განმავლობაში ბევრ დროს ვატარებთ იქ და მას შემდეგ რაც ქოცებმა თავისი მაღალჩინოსნების დაჭერა დაიწყეს, ემთხვევა ხოლმე პროცესები რა და აი ვინც კიდე აი ქოცების მხარეს ხართ და არ ხართ დარწმუნებული ბოლომდე ვინ არიან და არ იმჩნევთ, გეტყვით რომ
კოცების მაღალჩინოსნების სასამართლოებზე ძალიან ცოტა ხალხი დადის. აი ძალიან ცოტა. უსამართლოდ დაკავებული ადამიანების სასამართლოებზე შეიძლება აი 2-3ჯერ ყავდეთ ადამიანებს ერთმანეთი ნანახი და იქ მიდის მუდმივად მე აბასად გადაიყვანეს სოლიდარობის და კოცური სოლიდარობის მაგალითის ნახვა თუ გინდათ შეგიძლიათ მოხვიდეთ ერთხელ სასამართლოს ეზოში და ნახოთ ეგ როგორ ხდება რა